ევროკავშირმა მეტი მხარდაჭერა უნდა გამოთქვას იმ ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავლის მიმართ, რომელიც მმართველ პარტიას და საპროტესტო მოძრაობას შორის არსებულ დაპირისპირებას მოაგვარებს, რომელიც უკვე მეხუთე თვეა გრძელდება. ეს გამოსავალი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ამის მშვიდობიანი ალტერნატივა არ არსებობს. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სრულად მართვის რუსულ მოდელზე გადავა. და ეს იქნება მსოფლიოს ამ ნაწილში ევროპული პოლიტიკის მარცხი, მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც 10 წლების განმავლობაში იხარჯებოდა ევროპის რესურსი და ძალისხმევა. თუ ევროპა, რომელიც საკუთარი ძლიერი მხარეების და ავტონომიის ხელახლა აღმოჩენას ცდილობს, ვერ შეძლებს პროევროპული მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას, რომელიც მისი როგორც კანდიდატი ქვეყნის მიერ არჩეული გზაა, თუ ევროპა ვერ მართავს საკუთარ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და დაუშვებს, რომ უმცირესობამ მისი პარალიზება მოახდინოს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პრობლემა საქართველოს ცდება და ეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას, ისევ როგორც მის გაფართოების პოლიტიკაზე და სურვილზე გახდეს ძლიერი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა. ლიეტუვას ეს ყველაზე კარგად ესმის. თქვენ იცით, რას ნიშნავს წინააღმდეგ რუსულ დომინაციას, იცით, რომ დემოკრატია ისე არ მოდის მისთვის ბრძოლაა საჭირო. თქვენ დაამტკიცეთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ამიტომ აქვს საქართველოს ლიეტუვის იმედი. ამიტომ გვაქვს ევროპის იმედი. თუ ერთად დავდგებით, ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს გადარჩენას შევძლებთ, არამედ შევინარჩუნებთ ევროპის მთლიანობასა და უსაფრთხოებას.